მოგესალმებით. ესე იგი, რა ხდება დღევანდელ ვიდეოში. ეს 3D თამაში, რომელიც შეიძლება უკვე რამდენიმეს გეცნობათ, დროებით ან შეიძლება სამუდამოდ შეჩერებულია. რა თქმა უნდა, მას თავის მიზეზები აქვს. პირველ რიგში, არ მაქვს საკმარისი ცოდნა და არ მაქვს ასევე გამოცდილება, რომ მსგავსი დონის თამაში დავასრულო. და ასევე, ამ თამაშზე მუშაობ თითქმის უკვე 1 წელია. შეიძლება თქვენ ვიდეოები 1 კვირის ინტერვალში ნახეთ, მაგრამ ეს ვიდეოები დიდი ხნის გადაღებული მქონდა და უბრალოდ ამ დროში დავაედიტე და დავდე. თუმცა ამ პროექტზე 1 წელზე მეტია ვმუშაობ. და ალბათ კიდევ 1-3 წელი დამჭირდება ეს თამაში რომ დავასრულო და ამდენ დროის ფლანგვა და არ მეღირს. თან მით უმეტეს ბაზარი სავსეა სრულაებად თამაშებით და ეს თამაში რომ დავასრულო და დავაფაბლიშო, ძალიან დაბალი შანსი აქვს რომ გავარდეს და ხალხმა ითამაშოს. ამიტომ, მიწევს რომ ეს პროექტი შევაჩერო. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, დეველოპერობას თავს არ ვანებობ. ამიტომ გადავწყვიტე შევქმნა პატარა 2D თამაში, რომელსაც 1 ან 2 თვეში დავასრულებ, დავაფაბლიშებ და გამოცდილებასაც მივიღებ, ცოდნასაც და მომავალში უფრო მეტად დამეხმარება ვიდრე ამ ხელა პროექტზე მუშაობა. და ისიც, კვლავ ისევ სიცარიელე, თუმცა ეს სიცარიელე რა თქმა უნდა მალევე გაქრება. პირველ რიგში შევქმნი ახლა ობიექტს, რომელზეც საერთოდ შეგვეძლება და შემდეგ შევქმნი მოთამაშეს, რომელსაც ვასწავლო უკვე ყველაფერს. პირველ რიგში დაჭირდება სრულყოფილი მოთამაშეს. რა თქმა უნდა, კანის ფერი. ამიტომაც მივანიჭე მოთამაშეს აი ეს ფერი. თუმცა მხოლოდ კანის ფერით ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. ამიტომაც შევქმნათ ახალი ფოლდერი სკრიპტებისთვის და შევქმნათ მას თავისი პირადი სკრიპტი, რომელთაც ბევრ რამეს ისწავლის. აი, ბევრი სწავლაში ზუსტად ამას გულისხმობდი. როგორ გამართულად დადის უკვე ხედავთ? ძალიან ჭკვიანი ბიჭია ის. როდესაც უკვე სიარული დაახტომა ვასწავლე, დადგა დრო, თვითონ მოთამაშე დამეხატა, რადგან სულ ეს 4 კუთხედი კუბიკი ვერ ირბეს. და დავხატე აი ზუსტად ეს შედევრი. სააღორი. დავაექსპორტე ნახატი და გამომზადე იუნიტში გადასატანად, რომ შეეჩვოს იქ უკვე ახალ გარემოს. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ჩვენს მიერ დახატული მოთამაშე იუნიტის გარემოს ვერ შეეჩვია. თავბრუსხოვები ქონდა ცოტა და რაღაც ღებინებები. ამიტომ მომიწია ეს მოთამაშე გადმომიყვანა მის მაგივრად. სამაგიეროდ ეს ახალი მოდელი ისე მარტივად შეეჩვია ახალ გარემოს, რომ ეგრევე სიარულს სწავლა დავაწყებინე. აი თქვენი თვალსაც ხედავთ რა მარტივად ითვისებს ახალ რაღაცებს, რომ ამბობდე ჭკვიანია მეთქით. თქვენ კი არ გჯეროდათ. ვერც ერთი 2 წლის ბავშვი ვერ გაასწრებს სირბილში, შანსი არ აქვს. სირბილის ანიმაციის შემდეგ რა სჭირდება სრულყოფილ თამაშს? რა თქმა უნდა, სიკვდილის ანიმაცია. ამიტომაც დრო აღარ დავკარგე და შევქმნი ეს ანიმაციაც. როდესაც ანიმაციების გაკეთება დავასრულე, გადავწყვიტე გამეკეთებინა ბექგრაუნდი. დიდად საჩქარო არ არის, მაგრამ ბექგრაუნდი თამაშს ალამაზებს და თვალში უფრო სასიამოვნოდ ხვდება. ამიტომ თქვენ ახლა უყურებთ მასტერ-კლასს თუ როგორ იქნება პროფესიონალურ ბექგრაუნდი. ხო, აი უკვე გავდივართ ნელ-ნელა ბოლოსკენ. დღეისთვის მე მგონი სულ ეს არის. რა თქმა უნდა, დაელოდეთ მეორე ნაწილს, სადაც უფრო საინტერესო რაღაცებს ვაკეთებ. დღეისთვის კი დაგემშვიდობებით. ადიოს.